მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა ადამიანი, წმინდა მიხეილ ტვერელი, მართლმადიდებელი ეკლესიის მოწამე, რომელმაც სიცოცხლე თავისი ერის გადასარჩენად შესწირა. 1318 წელს იგი ოქროს ურდოში მოწამეობრივად აღესრულა, თუმცა მისი სახელი საუკუნეებს გასცდა და კავკასიის განსაკუთრებული მფარველი სახელით დამკვიდრდა. სწორედ მის სახელზე აიგო თბილისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ტაძარი, რომელიც დღემდე რწმენის და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად რჩება. 1318 წელს აწამეს მიხეილ ტვერელი ეს ჩრდილოეთ კავკასიაში თერგის პირას მონღოლებმა მოსთხოვეს, რომ ან თავი გაეწირა, ან კიდევ მის სამთავროს მოსახლეობას ამოწყვეტდნენ. რა თქმა უნდა, წმინდა მიხეილ ტვერელმა აირჩია ხალხის გადარჩენა, რომ მისი მოწამეობისთანავე შეირაცხა როგორც კავკასიის განსაკუთრებულ მფარველად, რადგან სისხლი დაღვარა სწორედ კავკასიის ამ რეგიონში. და როდესაც აშენდა უკვე მისი სახელობის ეს ტაძარი, ის მიიჩნეოდა თბილისის განსაკუთრებულ მფარველადაც. წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია თბილისის მთაწმინდის კალთის ძირში, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ტაძარი მიხეილ რომანოვის დაკვეთით 1911-1913 წლებში აშენდა. არქიტექტურულად იგი მაღალი თაღოვანი კედლებით, გუმბათებით და სამრეკლოთი გამოირჩევა, მაგრამ ამ კედლების მიღმა ერთი რამ არასდროს შეწყვეტილა. ლოცვა, რომელსაც სასულიერო პირები მუდმივად აღასრულებენ. არა მოკვდე, არა მეცხოვდე და დამსხვრევე საფრენი უფლისანი. თითქმის მთელმა თავადაზნაურობამ მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში. შემორჩენილია დოკუმენტური მასალა, რამდენი მანეთი, კაპიკი დაიხარჯა. საოცარი ის არის, რომ ბოლშევიკების მმართველობის განმავლობაში არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება. ყოველთვის იყო წინამძღვარი, სასულიერო პირები, ყოველთვის დადიოდა მრევლი. ამ ტაძარს აქვს თავისებური მიზიდულობა, თავისებური მადლი. აი, ვინც ამ ტაძარში მრევლი არის და მიჩვეული აქვს ღვთისმსახურებაზე დასწრებას, რომც თავის მახლობლად სახლთან კონდეს ტაძარი, მაინც აქ მოდის, გული მოუწევს. ტაძრის სიძველე და სულიერი მნიშვნელობა განსაკუთრებით მისი სიწმინდეებით განისაზღვრება. აქ ინახება წმინდა მიხეილ ტვერელის და მისი მეუღლის, ანა კაშინელის წმინდა ნაწილები, რომლებიც მრევლისთვის ოჯახის, სიწმინდისა და რწმენის მფარველებად ითვლებიან. მიხეილ ტვერელს მრავალი სასწაული უკავშირდება. ისი წმინდა სხეული კომუნისტების დროს საფლავ აფეთქეს ბოლშევიკებმა და მისი წმინდა ნაწილები შემორჩა ძალიან მცირე რაოდენობით. და ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ეს ნაწილი, რომელიც ერთ-ერთმა წინამძღვარმა ჩამოაბრძანა საქართველოში. ეს ხატიც ვინც შემოსწირეს ადგილობრივმა დიდებულებმა, მათი ოჯახის მფარველად შემოსწირეს და მრავალი ადამიანი მოდის, რომ სწორედ ოჯახის სიმტკიცე შესთხოვონ ამ წმინდანებს. სასულიერო მნიშვნელობას განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს უძველესი ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1802 წლით თარიღდება. მის წინაშე სასულიერო პირები პარაკლისს რეგულარულად აღასრულებენ, ხოლო მრევლი აქტიურად ესწრება ლოცვას. ხატთან ისინი სულიერი სიმშვიდის და რწმენის გამტკიცებისთვის მიდიან. თქვენ იცით ივერიის ღვთისმშობლის ხატი არის ათონის მთაზე ივერთა მონასტერში, მისი მცირე ასლი არის 1914 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ შემოსწირა და აქ არის დათარიღებული 1802 წელი. ეკლესიის სამდელოება მრევლთან ერთად ყოველ სამშაბათს აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ამ ხატის მიმართ. ეს კიბე სამრეკლოს ზედა ნაწილში ადის, სადაც სიწმინდესაცავის სპეციალური ოთახია მოწყობილი. აქ ტაძრის კუთვნილი საუკუნოვანი ხატები, საღვთისმსახურო წიგნები და ისტორიული ნივთები ინახება. ფეოდალების, დიდგვაროვნების პირადი საოჯახო ხატები აქვს ხშირ შემთხვევაში, რადგან ხატის უკან ჩარჩოს რომ ვიღებდით, ხდებოდა წერილები. ვის სახელზე მოხსენიება, ასევე არის ტაძრის წინამძღვრების და დიდგვაროვნების ბეჭდები, სხვადასხვა ტაძრის ინვენტარი, არის ბარძიმები, შესამოსლები. ტაძრის ისტორია ამ რაღაც ნივთებით და ამ ისტორიით უფრო ღრმავდება, უფრო მტკიცდება. ეს მრევლისთვისაც გასახარია, ჩვენთვისაც.
სიწმინდეთა აღრიცხვა და სისტემატიზაცია ტაძრის ტიქაროსანმა და სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის სტუდენტმა ალექსანდრე ჩახვაშვილმა განახორციელა. მისი ფაქიზი მუშაობით თითოეული ხატი, წმინდა ნაწილი და ისტორიული ნივთი დეტალურად დარეგისტრირდა, რათა მრევლს მათთან უშუალო სულიერი კონტაქტი ჰქონდეს. ყოველი ხატი არის დანომრილი. ყველა კედელს აქვს თავის ნომერი და აღრიცხული არის ნომრით. აქ გვაქვს ასევე წარწერა, ეს არის ძველი. როგორც იგირებოდა 79 წელს, 1979 წელს მოხდა ბოლო ინვენტარიზაცია. დათუნის მთაზე მაქვს რაღაც მეგობრობა და დავიკითხე, შევისწავლე როგორ ხდებოდა ეს აღრიცხვა, სისტემატიზაცია და მათი დახმარებით და ჩვენი წინამძღვრს ოკურთხევით მოხდა ამ ყველაფრის მოწესრიგება. ამ ტაძარში ახალგაზრდებისთვის სამრევლო სკოლაც ფუნქციონირებს, სადაც გალობისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდება. დღეს 120-ზე მეტ ტაძარში ათასობით ბავშვი სწავლობს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს. სწავლება სრულიად უფასოა, ხოლო სასულიერო პირები და მასწავლებლები უზრუნველყოფენ, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს. ამ ტაძარში თითოეული კედელი და ხატი ისტორიას გვიყვება, ხოლო ადამიანები ლოცვით და რწმენით ამ ისტორიას სიცოცხლეს აძლევენ. მთელი სივრცე სავსეა სულიერებით და შინაგანი სიმშვიდით, რომელიც ყველას გულებში რჩება.